საქართველოში ნარჩენების მართვის კუთხით არსებული მდგომარეობა და გამოწვევები განიხილეს ქვიშხეთში გამართულ შეხვედრაზე, სადაც დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ ასევე მოესმინათ და გასცნობოდნენ სლოვაკეთის როგორც ევროკავშირში ნარჩენების მართვის მიმართულებით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყნის გამოცდილებას თავად სლოვაკის სტუმრებისგან. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მოინახულეს ხაშურის მუნიციპალიტეტში, კერძოდ დაბა სურამში განთავსებულ პლასტიკის სეპარირებული შეგროვებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის მიხედვით საქართველოში პლასტიკის რეციკლირების მაჩვენებელმა 2026 წელს 50, ხოლო 2030 წლისთვის 80%-ს უნდა მიაღწიოს. მუნიციპალიტეტებს თავის მხრივ აქვთ ვალდებულება უზრუნველყონ ნარჩენების სეპარირებული შეგროვება. მიხარია რომ ასეთ ლამაზ ქალაქში ვარ, იმედი მაქვს შევძლებთ სურამის მენეჯმენტის გაუმჯობესებას და მოხარული ვარ რომ ჩვენ შევძელით სურამისთვის გვეყიდა პლასტიკის ნარჩენებისთვის განკუთვნილი ყუთები. დღეს გვქონდა შეხვედრა ხაშურის სამინისტროსთან, ყურადღება გამახვილდა მასწავლებლების სწორად ინფორმირებაზე. იმედია რომ მასწავლებლებმა მიიღეს საკმარისი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით და იმედი მაქვს რომ პედაგოგები ამ ინფორმაციას განავრცობენ მოსწავლეებს და მოსწავლეები დაეხმარებიან მშობლებს, რომ გადაახარისხონ პლასტიკის ნარჩენები. მადლობლები ვიქნებით თუ ხალხი ამ ყველაფერს გამოიყენებს. სურამი city ხაშურის მუნიციპალიტეტში დაიწყო ყარი ნარჩენების სეპარირების პირველი ეტაპი, რაც იმაში გამოიხატება, რომ შემოტანილია 51 კონტეინერი. ამისთვის მადლობა ჩვენს უცხოელ პარტნიორებს. პირველ ეტაპზე 25 კონტეინერი განთავსებულია სურამის ტერიტორიაზე, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ პლასტიკის ბოთლებისათვის. ძალიან დიდი თხოვნა ჩვენთვის სურამის მაცხოვრებლების თხოვთ ძალიან, რომ აღნიშნული კონტეინერი გამოიყენონ პირდაპირ დანიშნულებით და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენს ნუ გაათავსებენ შიგნით. ეს ნარჩენების მართვა ხაშურის მუნიციპალიტეტისთვის ჩემი ასე ვთქვათ მოსაზრებით მომგებიანიც იქნება, იმიტომ რომ შემდგომ ეტაპზე ვიმედოვნებ რომ მოხდება ამ პლასტიკატების გადამუშავება, რაც მუნიციპალიტეტს დამატებით შემოსავალს მისცემს. ხაშურის მუნიციპალიტეტი მზად არის გაყვეს ამ გეგმას კანონმდებლობის ფარგლებში. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ხაშურის მუნიციპალიტეტში ქონდა დასკვნითი შეხვედრა პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანი იყო ხაშურის მუნიციპალიტეტს დავხმარებოდით ნარჩენების მართვის გაუმჯობესებაში. შეხვედრაზე შეიკრიბა ხაშურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები, სურამის და ხაშურის, ასევე გვესტუმრნენ ბორჯომის, ზუგდიდის და ქუთაისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ასევე რეციკლირების კომპანიიდან იყო წარმომადგენელი და მსჯელობა ჰქონდა ამ ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე, ასევე იმაზე თუ რა ღონისძიებები განახორციელა პროექტმა და პროექტის ფარგლებში პროექტმა სლოვაკეთის მთავრობის დაფინანსებით შეუძინა ხაშურის მუნიციპალიტეტს სურამისათვის პლასტიკის ბოთლების სეპარაციისათვის ურნები. აქ არის განთავსებული ერთ-ერთი ეს ურნა და მოუწოდებთ სურამის მაცხოვრებლებს, რომ ამ ურნაში განათავსონ მხოლოდ და მხოლოდ პლასტიკის ბოთლები. ეს პლასტიკის ბოთლები შემდგომ შეგროვდება და რეციკლირების კომპანიაში გადამუშავდება. ამ გზით თავს ავირიდებთ სურამის დაბინძურებას პლასტიკური ნარჩენისაგან და დავიცავთ ჩვენს გარემოს. ძალიან მნიშვნელოვანი არის ასეთი ტიპის ნარჩენის მეორადი გამოყენება, რადგანაც ეს არა მარტო დაუშვათ იცავს გარემოს დაბინძურებისაგან, არამედ შესაძლებლობას იძლევა შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები. და ხაშურის მუნიციპალიტეტს აქვს თავისი ნარჩენების მართვის გეგმა და ამ გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომ დაიწყონ ნარჩენების სეპარაცია მათი შემდგომი რეციკლირების მიზნით.